მოგესალმებით, ეს არის მილენიანი, მე კი ნუგუშ შიაშვილი გახლავართ. პირველ რიგში გთხოვთ, რომ გააზიაროთ ვიდეო და ლაიქოთ, ეს დაგვეხმარება ჩვენ. ხოლო რაც შეეხება თემას, თემა ეხება ამ შემთხვევაში ამჯერად საქართველოს ევროკავშირის რაღაცნაირ უცნაურ ურთიერთობებს და ჩვენ სტუმარი ყავს ჩვენი მეგობარი ბიზინა გიორგობიანი, შემიძლია ესე უწოდონ მეგობარი. სასიამოვნოა. პირველ რიგში, იმიტომ რომ თქვენ ესე იგი სხვებთან შედარებით, იცნობთ, შიგნიდან იცნობთ რა არის ევროკავშირი, ევროპა, ამ ყოფილი ხართ იქ პოლიტიკური დევნილობაც ესე იგი პერიოდში და აი ძალიან დიდ ხანს ცხოვრობდი. მოდი ესე გავაკეთოთ, რაღაცნაირად სამდე უშუალოდ თანამედროვეობაზე გადავალთ, აი პატარა შესავლის კუთხით ხედავთ აი 90-იან წლებიდან დღემდე. აი თქვენთვის რა არის ფუნდამენტურად შეცვლილი ევროკავშირი ძალიან მოკლედ. შეცვლილია კარდინალურად და რადიკალურად მინდა გითხრათ. მე მახსოვს, როდესაც ჩავედი გერმანიაში, ეს იყო 95 წლის ბოლო. პოცდამში ჯერ კიდევ ლენინიზე გლიდგა. და ქალაქი გავდა აი თითქოს სულახალ და თითქოს ომი იყო დასრულებული სულ რამოდენიმე დღის წინ, იმიტომ რომ იქ ნატყვი არის შენობები ისევ და ჩამონგრეული შენობები. თვითონ ბუნდესტაგიც იყო ფაქტიურად აი უსარკაროთა თავშესაფარს, აი ძაღლებიანი და ლუდისქილიანი ხალხი ათევდა ღამეებს შიგნით. მაგრამ თვითონ ქვეყანაში აბსოლუტურად სხვა დამოკიდებულება, სხვა ვითარება იყო, არა მხოლოდ უცხოელების მიმართ, არამედ საერთოდ თვითონ სახელმწიფოს სისტემა, თვითონ სახელმწიფოს ტოლვა იმისკენ, რომ აი ყოფილიყო უფრო სხვანაირი აღშენებლობითი და რაღაცა იყო აბსოლუტურად სხვა. მერე ეს ნელ-ნელა ეხა ჩვენს იცით თქვენ ეს ემიგრაცია ძალიან მძიმე ტვირთია და სოციალური იზოლაცია ძალიან მძიმე გადასატანია, განსაკუთრებით ახალგაზრდა ოჯახისთვის, ჩვენ ახალგაზრდა ოჯახი ვიყავით პატარა ბავშვით და ეს ძალიან მძიმე პერიოდი გადავიტანეთ. ჩვენ ადაპტაციის, ენის სწავლა, შემდეგ პროფესიული, ხა ენა თუ გინდა დაუშვათ ისე რომ აი ცოცხი მოიზომო და რაღაცა, ამ ესეთ ენას უცებ ისწავლე, მაგრამ თუ პროფესიულად გინდა რომ იმუშაო, ეს ძალიან რთული და ძნელი და მძიმე გზაა. მით უმეტეს რომ ჩვენ უკვე ხა მე როცა გერმანიაში ჩავედი ვიყავი 32 წლის და უკვე გვიანია იმისთვის რომ იქ დაუშვათ რაღაც ახლიდან დაიწყო კარიერა და რაღაცები გააკეთო. სახელმწიფოს დამოკიდებულება ოღონდ უნდა ვთქვათ ის რომ მაშინ ჩამოსული ადამიანებისადმი რომლებზეც მე ვალდებულებას იღებდა სახელმწიფო იყო აბსოლუტურად სხვა და ეხლა არის სხვა, იმიტომ რომ მე მქონია შეხება ამ სფეროებთან ხშირად და აბსოლუტურად სხვა იყო. ეხლა მე მაქვს კავშირი, მე იცით თქვენ რომ დიდი ხანია დავბრუნდი უკვე 11 წელია რაც დავბრუნდი გერმანიიდან, მე თითქმის 20 წელი ვიცხოვრე გერმანიაში ერთმანეთზე გადავმულად და 11 წლის წინ დავბრუნდი საქართველოში და რო ჩამოდიან ან მე ჩავდივარ ხოლმე იქ ჩემ მეგობრებთან და ხვდები მათ არის აბსოლუტურად და კარდინალურად განსხვავებული მდგომარეობა სახელმწიფოს ძალიან უჭირს ერთი შეკითხვა ადაპტაცია ის მითია თუ მართლა ეგრე არის აი ხა ვიდეოები ვცელდება აი სიტყვის თავისუფლებაზე რომ თავისუფლად არ შეუულიათ რაღაცების თქმა და ეგ მიდიან რაღაც Facebook არა მითი როგორ არის ხარ ფაქტებია ეგ ხო მაგითო გეკითხებთ ეს ყოვლის მომცველია თუ რაღაც ერთეული შემთხვევები. არა, იცით რა არის, ახლა ეგ შეიძლება იყოს ერთეული შემთხვევები. ახლა ეგ არ იქნება ტოტალური ის როგორც დაუშვათ ნაციონალ-სოციალისტების დროს იყო, როცა აი გესტაპოის გეჰაიმშტატს პოლიციაი რო დადიოდა სახლებში და რაღაცებს ჩხრეკდა. ეგრე არ არის, მაგრამ ერთეული შემთხვევები თუ იჩივლებენ დაუშვათ და ვინმე არის ესე იგი იდენტიფიცირებული, ვინც დაარღვია რაღაცის კანონი, მას რა თქმა უნდა პასუხს მოთხოვენ და სახშიც მიაკითხავენ. ეგ მაგრამ ეს იქნება ერთეული შემთხვევები, ეს არ იქნება რაღაც ტოტალური მასიური ჩხრეკები სახლებში დაუშვათ რომ ვინ რა დაწერა და როგორ დაწერა რომ იქ ლეპტოპები ჩამოართვან და ესე არ იქნება, მაგრამ იმ თვალსაზრისით რომ იქ კანონი დაცული იქნება და კანონის დაცვას ექნება
მაღალი სტანდარტი და მაღალი მოთხოვნილება კანონის დაცვას ეს სალსახადო ერთმნიშვნელოვანია. ის რასაც აქ ზღაპრებს ყვებია რომ იქ მიხვალდა როგორ ეხლა რა მოხდა პოლიციელს ხელი გაარტყავ იმანო და იქ პოლიციელს როგორც კი გაარტყავ ხელს იქ დამთავრდება შენი თავისუფლება მინიმუმ 1-5 წლით. იქვე. და არ უშველის მაგას მე არც ევროკავშირის ძახილი და არც რაღაცა მოგონილი და რაღაც ჰუმანური ზღაპრების მოყოლა. თქვენ როგორ ხედავდით მაშინას და დღესაც? რა იყო გერმანიის ინტერესი საქართველოსთან მიმართებაში? იმიტომ რომ მე მახსოვს მემც მიმიღია ის რაღაცა ჩვენ ოჯახსაც მიიღია ის ჰუმანიტარული დახმარება გერმანიიდანაც იყო 90-იან წლებს გულისხმობ. და მაშინ წარმოდგენა მქონდა რომ ესენი არიან კეთილი ადამიანები, რომლებიც აი ეს არიან კიდევაც გვეხმარებიან. არიან კიდევაც. ძალიან სვანაერი ხალხია და ძალიან კარგი ხალხია. უბრალოდ მე ძალიან გული მტკივა რომ ის გერმანიის დღევანდელი ხელისუფლება და იქვე ხა პარტიებს მნიშვნელობა არ აქვს. იქ უკვე ეს ერთი ხელისუფლება სოციალ-დემოკრატები იქნებიან, იქ მწვანეები იქნებიან თუ აი ეს მერცის პარტია, ხო ეს სახელები ქვია სხვადასხვა, თორე ისინი კოალიციებს უცებ კრავენ და უცებ ერთიანდებიან ისეთი საშიშროების წინაშე, როგორიც არის არასისტემატიური პატრიოტული პარტიები გერმანიაში, რომ ისინი განდევნონ იმიდან, რა ქვია, პოლიტიკური ველიდან რა. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ რატო ეხმარებოდნენ საქართველოს და გერმანიას აქვთ ისტორიულად რაღაც გარკვეული ბმა ერთმანეთთან, თქვენ იცით რომ პირველი მსოფლიო ომის პერიოდში და მანამდესაც საქართველოს ინტელექტუალები გერმანოფილები იყვნენ და გერმანიის შემწეობით აპირებდნენ საქართველოსთვის ავტონომიის მოპოვებას რუსეთის იმპერიის საზღვრებში, შემდეგ იქ იყვნენ დიდი ქართველი მოღვაწეები, როგორიც იყო მიხაკო წერეთელი და სხვა სწავლულები იქ, რომლებიც მერე გერმანიასთან საქართველოს ძალიან ახლო ურთიერთობას უზრუნველყოფდნენ, სამხედრო ურთიერთობაც კარგი ჰქონდათ ქართველებს და გერმანელებს პირველი მსოფლიო ომის მიწურულს და საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის გამოცხადებაში და შემდეგ მის დაცვაში ძალიან დიდი როლი შეასრულა გერმანულმა სამხედრო კორპუსმა, ესე იგი გენერალი კრეს ფონ კრესენშტაინის მეთაურობით, მაშინ აქაურ ქართულ დიპლომატიურ ფონ ლოსოვ აქვს ძალიან კარგი მოგონებები ამაზე დაწერილი და აქ საქართველოში გრაფი შულენბურგი იყო დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი, რომელიც შემდეგ საბჭოთა კავშირში წარმოადგენდა მესამე რაიხის დიპლომატიურ კორპუსს მოსკოვში ომის დაწყების წინა დღესვე და სხვა შორის უნდა ითქვას, რომ გრაფი შულენბურგი ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ეს აგრესიული გერმანული ნაციონალ-სოციალისტური პარტია გერმანიის მხრიდან და ეს აგრესიულობით განთქმული და გამორჩეული საბჭოთა კავშირი რამენაირად არ მომხდარიყო ის, რაც მერე ფაქტიურად ომი არ უნდა. დიახ, რაც მერე ფაქტიურად მაგას ეხა ეს ელჩი კი არა, ის ვეღარ შეაჩერებდა ისეთი კონსტელაცია იყო დალაგებული სახელმწიფოების, რომ გარდაუვალი იყო ეგო. აი თანამედროვეობაში რომ აი ხა რა უნდათ, აი რას ვერ ხვდებით, იცით? თუ გერმანიის რაღაცა ინტერესების ავიღებთ, ხო, უფრო მნიშვნელოვანი იყო სტაბილურობა, ის პროექტები შუადერეფანი განხორციელდეს. ეს ხო უფრო მნიშვნელოვანია. ძალიან, ეს უცნაურია. რატომ არის ეს წინააღმდეგობა? იმიტომ რომ ისინი გერმანიის ხელისუფლება, როგორც უკვე გითხარით, დღევანდელი გერმანიის ხელისუფლება არის მხოლოდ და მხოლოდ ვასალი და შემადგენელი ნაწილი იმ ჩრდილოვანი ეკონომიკის და იმ ჩრდილოვანი მართლობისა, რომელიც სუფევს ევროკავშირის შიგნით ბრიუსელის ბიუროკრატიის მეშვეობით და რომელსაც რა თქმა უნდა თავის დღის წესრიგს უდგენენ ოკეანის გაღმიდან კონკრეტულად ვაშინგტონში და სხვა ფინანსურ ცენტრებში არსებული ადამიანები. წარმოიდგინეთ თქვენ, ბოდისვიხდი რომ გაგაწყვეტინეთ. წარმოიდგინეთ თქვენ რომ დღევანდელი ბუნდესკანცლერი გერმანიის ბუნდესკანცლერი არის BlackRock-ის ჩინოვნიკი, ჩვეულებრივი, რომელიც ხელმძღვანელობდა BlackRock-ის ოფისს გერმანიაში. სხვა შორის საფრანგეთის პრეზიდენტიც არის როჩილდების ბანკის ერთ-ერთი ტოპ მენეჯერი ყოფილი. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ეკონომიკური
ეს ეკონომიკური კავშირები და ეს ტრანსნაციონალური ეკონომიკური და ფინანსური ფონდები თავიანთ მენეჯერებს პოლიტიკაში უშვებენ სხვადასხვა კაბინეტებში, ისე როგორც დაუშვათ ეს ბუნდესკანცლერი იქნება გერმანიის თუ საფრანგეთის პრეზიდენტი, თუ ბრიუსელის ბიუროკრატია. ბრიუსელის ბიუროკრატიას წარსულსაც თუ გადახედავთ, იქ ხანდისხან კარგი იქნება რომელიმე იმას შევხედოთ, საიდან მოდიან ისინი, რა წარსული აქვთ და რა მორალით მოდიან. აი ვთქვათ, ავიღოთ კაია კალასი. ხო, ეხლა კაია კალასის მამა იყო კომპარტიის ერთ-ერთი ფუნქციონერი იმაში, რა ქვია, ესტონეთში. ანუ მან ოჯახში იცის ის, რომ მეტროპოლიას უნდა ემსახუროს, როგორც მამამისი ემსახურებოდა და განახორციელოს თავის ქვეყანაში რაღაც გარკვეული საქმიანობა. ისეა კაია კალასი დღეს ოღონდ მოსკოვის მაგივრად ემსახურება ბრიუსელის ბიუროკრატიას. ეხლა ბრეჟნევის ბიუროკრატია და ბრიუსელის ბიუროკრატია ერთმანეთისაგან განსხვავდება დაახლოებით იმით, რომ ნუ იქ რაღაცა ბოდვითი თანასწორობის და კომუნიზმის იდეას ემსახურებოდნენ და ესენი ემსახურებიან რაღაც ასევე ბოდვით და წარმოსახვით რაღაც ლიბერალური საყოველთაო ლიბერალური სამოთხის შექმნას და უკანასკნელი ადამიანის ჩამოყალიბებას, როგორც ფუკუიამა ამბობდა, ხო? და მათი მიზანია იმის, რა ქვია, ბრიუსელის ბიუროკრატიის მიზანს შეადგენს ის, რომ იყოს ის მოთხოვნები დაკმაყოფილებული, რა მოთხოვნებიც აი ამ წუთში წარმოგვიდგინეს ჩვენ შესასრულებლად LGBT თავისუფლება, ეს მთავარი და ამას ეძახიან ისინი ღირებულებას. იქ თუ იყო კომუნიზმი, აქ არის რაღაც ღირებულება და ეს ღირებულებები არის ყველა მიცის და თვითონაც იციან პირველ რიგში, რომ ეს ღირებულებები არის ტყუილი. აბსოლუტურად. ხო, მაგრამ მე აი მოდით გარკვეულწილად კლასიფიკაცია მოვახდინოთ. ნუ უწოდოთ ახლა თქვენ ვისაც უწოდოთ deep state-ი უწოდოთ იმათ. იცით რა არის? აი ახლა ჩვენ ეს deep state-ი ცოტა ისეთი თემაა, რომელსაც ცალკე ისჭირდება, იმიტომ რომ deep state-ის ის ნეგატიური კონოტაცია, რომელიც ამას შეიძინა თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩვენთან და იმ ქვეყნებში, სადაც ამ deep states განიხილავენ როგორც კრიმინალური, ფარული, ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების ჯგუფს. თორე არსებობს deep state-ის ისეთი ფორმები, რომელიც ისტორიულად მუდმივად არსებობდა, რა? რომ არსებობს რაღაც დაუშვათ ისეთი ქურუმთა deep state-ი არსებობდა დაუშვათ სარწმუნოებრივი რაღაც ისეთი საჯარო პოლიტიკის მიღმა რაც არის არჩევითობიდან გასული კრიმინალური ფინანსური ისა რა ქვია ძალები აი ეს შეგვიძლია გავაკეთოთ დეფინიცია მაგ თემის ჩვენ. მოდით ესეთი კლასიფიკაცია მოვახდინოთ. ვის რა უნდა აი ესეთი კლასიფიკაცია? რა უნდა მაგალითად აი ძალებს, ან როგორ გეოპოლიტიკური სურათი უნდა. ეს ხო უნდა ვიცოდეთ, ხო? როგორი გეოპოლიტიკური სურათი უნდა მაგალითად ტრამპს, როგორი გეოპოლიტიკური სურათი უნდა და რა წინააღმდეგობებია მათ შორის, როგორი გეოპოლიტიკური სურათი გვინდა ჩვენ, მოდი ესაც ვთქვა. როგორი გეოპოლიტიკური სურათი უნდა ჩინეთს და ევროპას. აი, რო გასაგები გახდეს, რომ იმიტომ რომ ხშირად აი ეს კი არის ლაპარაკი, მაგრამ აი ეს სიმკვეთრე ამ ყველაფრის იკარგება. დავიწყოთ, მოდით აი ბრიუსელით რა უნდა საქართველოს და კავკასიაზე გავაკეთოთ აქცენტი. საერთო ჯამში იცით რა არის ახლა ჯერჯერობით ისეთ მკვეთრ სურათს ჩვენ ვერ დავხატავთ, იმიტომ რომ ძალიან სპეკულატიურია ყველაფერი, ძალიან ძნელი წარმოსადგენია. დღეს რა მიმართულებით განვითარდება მოვლენები და როგორ ჩამოყალიბდება ეს ახალი მსოფლიო წესრიგი, ასე რომ დავარქვათ რა. მინიმუმ ის ვიცით, რომ ქართული ოცნება არ უნდათ. ხო, რატო არ უნდათ? ქართული ოცნება ესაა საინტერესო. იცით, ეხლა იმიტომ კი არა რომ დაუშვათ ქართული ოცნების ლიდერშიპის ჩოხის თარგი არ მოწონთ იმათ, ან მიხვრა-მოხრა არ მოწონს ჩვენი პოლიტიკოსების. არა. ბრიუსელის მიზანი არის საქართველოში ისეთი ხელისუფლების შექმნა, იმიტომ დაყვეს ესენი 4 პარტიად. ეს ერთი პარტია, იმიტომ დაყვეს ფაქტიურად 4 პარტია და ეს ხო ერთი პარტიაა რა, რომ აქ უნდათ შექმნან რაღაცა
ხელისუფლება, რომელიც იქნება კოალიციური და რომელიც იქნება მართული საელჩოებიდან. ანუ ამ 4 პარტიიდან სათითაო პარტიას დაიბარებენ დაუშვათ იქ ამერიკის საელჩოში, იქ ინგლისის საელჩოში, საფრანგეთის საელჩოში. იქ მიცემენ როგორც ყვებიან ახლა ჩვენი მინისტრები ხო ყვებიან ახლა იქ რომ ელჩი დაიბარებდა რაღაც სიას დაუდებდა და აი თქვენ სახელმწიფო დაფინანსება უნდა ამ ადამიანებს მისცემთ. ანუ ამ მართვაზე უნდათ რომ გადართონ. საქართველოს კლონი პარტიები გააჩინეს იმ ერთი მოსტრი დამნაშავე პარტიისგან, ნაციონალური მოძრაობისგან, გააჩინეს კლონი პარტიები და უნდათ რომ გააკეთონ მობილიზება ამ ხმების და გადათამაშება ისე რომ დაუშვათ არა ჩვენ არ ვართ ნაციონალურ მოძრაობას, რა შუაში ვართ ჩვენ იზახიან და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ჩვენ ხო ვიცით რომ წევრები იგივე ხალხია, ვინც აბსოლუტურად იგივე ხალხია, ნუ გააკეთეს რეკრუტირება ისეთი ადამიანების, როგორიც არის გახარია, მამუკა ხაზარაძე და ასე შემდეგ, მაგრამ შინაარსი და არსი ამ პარტიებისა არის აბსოლუტურად იდენტური, რაც იყო ნაციონალური მოძრაობა. რატო უნდათ ეს მარიონეტული რაღაც მართლობა? მარიონეტული მართლობა იმიტომ უნდათ, რომ აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე ომის შემდეგ ძალიან დიდი ხანი თავარი საბაჭრო და საკომუნიკაციო ხაზები რუსეთსა და უკრაინაზე ვეღარ გავა ევროპისაკენ. ეს ჩვენ ვლაპარაკობთ ახლა როგორც ითქვა ბრიუსელის ინტერესებზე ამიერკავკასიაში, ხო? და ბრიუსელის ყველაზე დიდი საბაჭრო პარტნიორი არის ჩინეთი. ჩინეთიდან და ცენტრალური აზიიდან ეკონომიკურად ძალიან მზარდი ცენტრალური აზიიდან სხვათა შორის კომუნიკაციები დიდი რაოდენობა გაივლის სამხრეთ კავკასიაზე. სამხრეთ კავკასიაში შემოვა კასპიის ზღვის გავლით შემოვა აზერბაიჯანში და აზერბაიჯანის შემდეგ საქართველოს გავლით მიემართება შემდეგ უკვე ღია სამყაროში. ეს იქნება თურქეთის პორტები თუ ეს იქნება ბორანი, შავი ზღვის გავლით თუ ეს იქნება ანაკლიის პორტია რა. თუ რკინიგზა, რომელიც უკვე ფაქტიურად მოქმედებს ყარსის მიმართულებით. აი აქ მათ არ ჭირდებათ ისეთი ხელისუფლება, რომელიც იტყვის, რომ აი აქ მე მაქვს ჩემი ინტერესი. აი ამ ის კი არ არის დაუშვათ, რომ აქ ჩემთან თქვენ CO2 გამოყოს თქვენმა მანქანებმა გაიარონ და 450 საათი ლარი გადაიხადონ და წავიდნენ. არა, აქ ხელისუფლება ამბობს, რომ ანაკლიის პორტს მეავაშენებ და ჩემი აქციების საკონტროლო პაკეტი სახელმწიფოსი იქნება და შეიძლება მართვის და ოპერირებისათვის შემოვიყვანო ან ჩინური, ან სხვა რომელიმე კომპანია, რომელიც ამ ანაკლიის სპორტს ამუშავებს რა, მაგრამ აქ უკვე ხელისუფლებამ აჩვენა თავის ხასიათი, აჩვენა ის, რომ აქ საკონტროლო პაკეტი საქართველოს სახელმწიფოს ეკუთვნის და უნდა ეჭიროს ხელში. ეს მათ არ აწყობთ. თუ არ აწყობთ, მაშინ ეს მათ არ უნდა. შეკითხვა ხო ისმება. აქამდე მათ შეეძლოთ ამის გაკეთება. როგორც სააკაშვილის პერიოდში შეეძლოთ ამის გაკეთება, ისე ოცნების პირველ პერიოდში შეეძლოთ. არ ჩადეს თვითონ რო გაეკეთებინათ. ხო, მაგრამ საქმე იმაშია, რომ თვითონ რო გაეკეთებინათ, მაშინ ის მშენებლობის ფულიც თვითონ უნდა ჩაედოთ და ტვირთების თვითონ უნდა მოეტანათ. თვითონ რასაც აკეთებდნენ ამ ხაზარაძის ავანტიურის დროს, ეს იყო წამგებიანი პორტი, რომელსაც ტვირთები არ გააჩნდა და უნდა აეშენებინა ფაქტიურად სახელმწიფოს და მოგების გარანტია უნდა აიღოს სახელმწიფოს თავის თავს. ეხლა სხვანაირად კეთდება ეს, ხო? და სხვანაირად რო კეთდება, აქ ახლა ის თინახიდაშელი როა იმათი სტიპენდიანტი, რა ქვია იმას ტაივანის სტიპენდიანტი თინახიდაშელმა განაცხადა ოფიციალურად რაღაცა ინტერვიუში დაწერა 4 დღის წინ, სულ რაღაც თუ როდის იყო აღარ მახსოვს, რამდენიმე დღის წინ, რომ იმედია რომ ეს სპორტი არ აშენდება, როგორც ჩვენი პარტნიორები სურვილია რომ არ აშენდესო, რა, ნუ პარტნიორებად ის განიხილავს იმათ, ვინც მას ფულს უხდის. ხო, ეხა მე ხო არ განიხილავს პარტნიორად, არა? და განიხილავს პარტნიორად იმათ, ვინც ფულს უხდის. ანუ იმათ ის ზღაპარი რომ აი იმათ უნდათ აშენება და ქართულმა ოცნებამ თუ სხვა რომელიმე პოლიტიკურმა ძალებმა ან ერთმა ადამიანმა ეს აქვთ ხოლმე რომ აი ბიძინა ივანიშვილმა არ გააკეთა და რაღაცა თქვაო რომ რა უნდა აქო ნატოს გემებსო და ეხლა არ იტყოდა ის მაგას, მაგრამ რო ეთქვა, მაგაში ტყუილი არაფერი არ იქნებოდა, იმიტომ რომ შავ ზღვაში ნატოს სამხედრო ფლოტის რომელიმე წევრი რო შემოვიდეს, იმას ნებართვა უნდა მიცეს რუსეთმა და თურქეთმა.
მონტროს კონვენციას ყველა ვიცნობთ, პატარა ბავშვები არ ვარ ჩვენ და რაღაც ღაპრები რო აქ ნატოს გემები ჩაუშვებდნენ ღუზას ანაკლიაში და საქართველოს ისე იქნებოდა დაცული როგორც არაზრუს, ეს რა თქმა უნდა არის აბსოლუტური ტყუილი. იმიტომ რომ აქ შავი ზღვა არ არის ისეთი თავისუფალი ნავიგაციის ტერიტორია. ესეთი რთულია შეთანხმება ქართულ ოცნებასთან? როგორც ეთყობა რთულია, ეხლა ეს არ არის ის რომ დაუშვათ ქართულმა ოცნებამ დახლი ჩამოდგა და ვაჭრობს. ხო, რთულია, იმიტომ რომ ქართული ოცნება ხელისუფლება ამბობს იმას, რომ ჩვენ ხელმძღვანელობთ სახელმწიფოს ინტერესებით, ეს ერთი გასაგებია, რომ უკრაინის პროქსი ომში, რომელსაც ერთმანეთთან აწარმოებს ნატო, ამერიკის შეერთებული შტატები პირველ რიგში, რუსეთის წინააღმდეგ, ამ ომში ჩვენ არ ვებმევით და ეს იყო ძალიან ვაჟკაცური ნაბიჯი მათი მხრიდან გადადგმული, იმიტომ რომ პირველი შემთხვევა, როდესაც მიმდინარე მსოფლიო ომში და მე მგონია რომ ეს მესამე მსოფლიო ომის პერიოდში ვცხოვრობ ჩვენ, რომ რომელიმე მსოფლიო ომში ქართველები თავით არ ჩავერთეთ პირველ მსოფლიო ომში, მეორე მსოფლიო ომში საერთოდ მთელი ჩვენი გენოფონდი შევაწყვიტეთ, იმიტომ რომ ქართველი იყო იმის, რა ქვია, ერთ-ერთი მეომარი მხარის მთავარსარდალი და ქართველები ისეთი მორალით მიდიოდნენ, რომ აი ჩვენი სარდალი ქართველი კაცია და მივდივართ საომრად. ეს იყო პირველი დიდი ომი, რომელსაც ჩვენ განვერიდენით, ხო? და ამის გარდა საქართველოს ხელისუფლება აჩვენებს თავის ძალიან პრაგმატულ დამოკიდებულებას და ამბობს, რომ დაუშვათ მოდით დავთვალოთ. ჩვენ აქ თქვენ რომ მოდიხართ და ეს უნდა წაიღოთ, ჩვენ აქ გარანტიას ვიძლევით დაუშვათ სტაბილური სახელმწიფო მმართველობის, კარგი კანონმდებლობის, ბიზნესის დაცვის, ფინანსების დაცვის, წესრიგის დაცვის გარანტიას ვიძლევით, მაგრამ ამით ჩვენ რაღაც უნდა მივიღოთ. ეს არ იქნება ისე, რომ დაუშვათ როგორც გადის საქართველოზე ის რა ქვია, ნავთობსადენები და გაზსადენები და რაღაც ძალიან ისეთი სიმბოლური თანხარჩება საქართველოს, არა? ანუ როგორც ჩანს ძნელია მოლაპარაკება მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს მხარეს აქვს თავისი პირობები, რომელიც მათთვის მიუხედავად. ბრიუსელი და ბერლინის ამ შემთხვევაში ეს ტოლობის ნიშანი უნდა დავსვათ თუ არის სპეციფიური განსხვავებები? იცით რა არის, სამწუხარო ტოლობის ნიშანი უნდა დავსვათ ჯერჯერობით. თუმცა იქ გერმანიაში შიდა პოლიტიკური ვითარება ძალიან ცვალებადია. ამას კარგად აჩვენებს ბოლო არჩევნებიც, როდესაც მეორე ადგილზე გასული პარტია საერთოდ მმართველობიდან გაიყვანეს და ის თავისი სისტემური პარტიები, როგორიც არის CDU-CSU, რომელიც პაპის ბულითაა შექმნილი ენციკლიკით შეიქმნა 45 წელს თუ 46 წელს, ეს CDU და CSU ეს ერთი ძალა, უბრალოდ ეს CSU არის ბავარიის მიწაზე, რომელიც კათოლიციზმის ფორპოსტია ევროპაში ფაქტიურად და სოციალ-დემოკრატიული პარტია და ეს რომელიც მწვანეთა პარტია აღარ ქვია მას, უკვე რაც გაერთიანდა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა და ეს ბუნდეს გერმანია, ამ გაერთიანების შემდეგ მათ ქვია ბუნდნის 90. 90 წელს ისინი გაერთიანდნენ, გედერშიც არსებობდა მწვანეთა პარტია, რო იცოდეთ, და იყო ფერგეშიც და ეს გაერთიანდნენ. და გაერთიანების შემდეგ დაერქვათ ბუნდნის 90, მაგრამ მათ უკვე გარემოს დაცვასთან არანაირი კავშირი არ აქვთ. არანაირი აბსოლუტურად ის რომ დაუშვათ ისინი თავიდან ჩანასახში მოწოდებული იყვნენ გარემოს დამცველ ორგანიზაცია და რაღაცა, ეხლა ესენი არიან მემარცხენე, უკიდურესი ექსტრემისტი მემარცხენე, რაღაც აი ისეთი მიმდინარეობა, რომელიც პირდაპირ იმართება აი ამ ბრიუსელის ბიუროკრატიიდან და ეს კარგად ჩანს იმ თანხების განაწილებაზე, რომელიც ბრიუსელიდან ნაწილდებოდა თითქოს და რაღაც გარემოს დაცვით ღონისძიებებზე. აი AfD-მ რო გაიმარჯვოს. აი თეორიული ცოტა ესეთი რთულია ამის ისა. რამე გეოპოლიტიკური ძვრები იქნება, როგორ გონიათ? თუ იცი რა, მე მაგ პარტიასთან დაკავშირებით მაქვს ჩემი შეხედულება და მე ვიცი როგორი პარტიასა, მე რო იქ ვიყავი, მაშინ შეიქმნა ეგ პარტია
11 თუ 12 წლის დასაწყისში ხდებოდა მისი ფორმირება. იქ თავიდან ინტელექტუალებმა მოიყარეს თავი სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, რომლებმაც შექმნეს ალტერნატივა გერმანისაც, ეკონომიკური ალტერნატიული პროექტები, პროგრამები, რაღაც ესტები და მე ამ სისტემურმა პარტიებმა რომ მიხვდნენ საშიშროებას, იმიტომ რომ გერმანელებს მოთხოვნილება აქვთ ეს, იცი, ამ ხელა კულტურის ხალხი ესეთ ვასალურ ყოფას დიდხანს ვერ გაუძლებს რა. და რომ მიხვდნენ რომ ამას დიდი მომავალი ქონდა, იქ დაიწყო უკვე მან რა ქვია იქაურმა საკონსტიტუციო მეთვალყურეობის ორგანომ დაიწყო მოკვლევა გამოაქვეყნა იმაში, რომ ჩვენ ვაწარმოებთ დაკვირვებასო და ეს უკვე რო გამოქვეყნდება იქ ყველა პროფესორი, რომელიც განსაკუთრებული ტარიფით ხელფასს იღებს უნივერსიტეტში და ყველა ინტელექტუალი, რომელიც თავის სამუშაოს უფრთხილდება, უკვე ყველა ცოტა უკან დაიხიეს. უკან რო დაიხიეს, უკვე მე ამ პარტიას მიაწყდა რაღაც ერთი პერიოდი, აი ძალიან ისეთი მემარჯვენე აი სიმბოლურად ქვია მემარჯვენე, თორე ის ხალხი რა მემარჯვენეები, აი ბიოლოგიური პატრიოტიზმი რო აქვს, ხო იცი რომ აი არა გერმანელი ვინც არის, ის არა ჩვენი არ არის და რაღაც ეგეთი. ესეთი ხალხი ბევრი მიაწყდა, თუმცა მე მოხდა ძალიან ნიჭიერი ქალბატონი ეს, ვინც თანათავმჯდომარე და მან მოახდინა აბსოლუტური ესე იგი აი რებრენდინგი ამ პარტიის და აი ნახეთ სადამდე მოვიდა რომ მეორე პარტია და ხშირი გამოკითხვებია სხვადასხვა მიწებზე, სადაც პირველ ადგილასაც კი გადის. მაგრამ აი აქ დაუბრუნდეთ იმას ბატონ ნუკრი ჩვენ რომ ისინი იქ რასაკეთებენ მართლობა აქვთ ისეთი როგორიც აქ უნდა რომ დაინერგოს. იქ არის მწვანეთა ეს რაღაცა ბუნდნისი ვითომ მწვანეთა პარტია იქ არის სოციალ-დემოკრატიული პარტია, სისტემურ პარტიებს გეუბნებით და იქ არის CDU-CSU და ამათგან თითქოს სხვადასხვანაირები არიან. ეს CDU-CSU ვითომ ცოტა კონსერვატორია და რაღაცა იქ შეიძლება არა, მეც ვკითხულობდი მაგათ იდეა. ძირითადად განსხვავებას მაინც და მე არ არსებობს, ხო? მაგრამ არის რომ აი იტყვი რომ ჩვენ კონსერვატორები არიან CDU, იქ შეიძლება SPD-მ გამოვიდეს და გალანძღოს რომ ეს კონსერვატორები ჩვენ ხელს გვიშლიან და იქ შეიძლება მწვანეთა ვინმე პოლიტიკოსმა სცენა დაიდგას. ხო, სცენას დგამენ ეგენი, მაგრამ ბოლოში ესენი ხო მეოთხე თუ ვინმე შემოვიდა არასისტემური, იმის წინააღმდეგ სამი გაერთიანებია და ამას ტოვებენ გარეთ. შეიძლება რომ AfD-მ პირველი ადგილი აიღოს, მაგრამ კაბინეტის ფორმირება ვერ შეძლოს და იმ დანარჩენმა სამმა შეძლოს. აი ეს უნდათ რომ გააკეთონ აქაც. აი ეს და ეს პარტიები ყავთ, ხო ჩანს აშკარა. ხო, ეს ცოტა გამოსილი თვალი ვისაც აქვს, ამაში უსე ვიხდება რა. აი აბსოლუტურად ეგეთი რაღაც სურათია იქ. ოღონდ რა შეეცით საქმე, ესენი იმდენად არიან ერთმანეთში გათქვეფილი და გადღებილი, რომ ეხლა მწვანეებმა ხო წააგეს ყველა მიწაზე არჩევნები, ბოლო არჩევნები და ის ანალინა ბერბოკი რო ყავდათ. თეთრი შარვლით რომ მიადგა იმას სირიაში და ხელი რო გაუწოდო და იმარო ხელები უკან წაიღო რომ შენო ხელს როგორ ჩამოგართმევ მე ეს სირიის ახალი მართველი ვინცა იმას ახო ჩავიდნენ პირველად არა და ეს ანალინა ბერბოკი არის წარმოიდგინეთ ხო ჯოლანს და ეს ქალბატონი არის წარმოიდგინეთ მან გააუქმა ბისმარკის კაბინეტი საგარეო საქმეთა სამინისტროში წარმოიდგინეთ თქვენ რომ ოტო ფონ ბისმარკის ტიტულის მატარებელი არის ეს ქალი, საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც გააუქმა ბისმარკის კაბინეტი საერთოდ. მოშალა ეს მწვანეთა პარტიიდან. მათ წააგეს ეს არჩევნები, ხო? და ვერ შევიდნენ იმაში, რა ქვია, ამ კოალიციურ კაბინეტში, მაგრამ რაკიღა იქ აი ეს ერთ-ერთი კანონის მიღება უნდათ, სადაც არ ყოფნიდათ მარტო თავიანთი ხმები CDU-CSU-ს და SPD-ს და ჭირდებოდათ მწვანეების ხმები და მწვანეებმა გამოივაჭრეს ის რომ ანალენა ბერბოკი ახლა არის გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი წარმოიდგინეთ თქვენ გერმანიის კვოტით არ არის არჩევითი კვოტაა და გააგზავნეს იქ აი ეს არაარჩევითობა აქაც ჩანს რამხელა პრობლემაა ის ადგილები სადაც არ არის საჭირო ვიღაცისგან ლეგიტიმაციის მიღება და ლეგიტიმაციას იძლევა ან ბრიუსელის ასე ვთქვათ, deep state-ი დავარქვათ, ან ვაშინგტონის deep state-ი, ხო, აი ეს არის ყველაზე ცუდი, რაც ხდება ეხლა ევროპის თავს
გერმანიის თავს, სხვადასხვა ქვეყნების თავს და რომელიც ებრძვის საქართველოში იმ ხელისუფლებას, რომელსაც აქვს საკუთარი ინტერესები სახელმწიფოს დასაცავად. აი, ამიტომ ისინი ძალიან კარგად პოულობენ ერთმანეთთან, როგორც გითხარით უკვე ეს პარტიები შემდეგში რაღაც მიცეს ფაქტიურად მწვანეთა პარტიას, კაი, შენ ვერ მიიღე ხმები, მაგრამ ჩვენი ხარ და არ გაგწირავთ. და აი თქვენ სახეებს, ეხლა ყოფილი ეკონომიკის მინისტრიც რაღაც სამეთვალყურეო საბჭოში დანიშნეს, რაღაც 1.15-20,000 ევრო რო აქვს ხელფასი ისე. და ეს ქალბატონი წაიყვანეს დანიშნეს იქ სამარცხვინო საგარეო საქმეთა მინისტრი პირდაპირ შემიძლია თქვა. ეხლა რაც შეეხება მათ წარმომადგენლობებს აქ, ხო? ეს ელჩები და ეს ჰარჩინსკი იქნება თუ გერმანიის ელჩი თუ სხვა ვინმე. გერმანიის ელჩს ელენე ხოშტარიასთან რა უნდა რომ მივიდა იმ აქციაზე. აი ძალიან ჩემთვისაც ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ეხლა იქ ძალიან ბევრი აქციები ტარდება ხოლმე და ეს ელჩი ალბათ უფრო ხშირად გადიოდა, გამოდიოდა. თვითონ ელენე ხოშტარიას ფიგურაც არის ძალიან საინტერესო ფიგურა, იმიტომ რომ მამამისმა ჩვენ გვიღალატა გადავიდა პუჩისტების მხარეს 92 წელს ომის პერიოდში. და იქ დადიოდა ეგ იმაში მოსკოვში ინსტრუქციების მისაღებად, როცა გადადგა სიგუა და ეგ გაყვათან და იმის შემდეგ რაც მოხდა საქართველოს სამხედრო გადატრიალება და სისხლში ჩაახშეს საქართველოს პირველი ეს დამოუკიდებლობა გამოცხადებული ხელისუფლება. ხო, ამის შემდეგ ხოშტარიამ მიიღო ფაქტიურად აი ამ ელენე ხოშტარიამ მიიღო სპეციალური ვიზები ჭირდებოდა იმისთვის რომ მგიმოში მიეღოთ ვინმე სტუდენტად. ანუ მგიმოში ისე არიღებდნენ სტუდენტად, ეხლა თქვენ ისტორიკოსი ხართ და პროფესიით და მე სოფლის მეურნეობის სპეციალისტი ვარ, ხო? ჩვენ მგიმოში არ მიგვიღებდნენ, როგორც გინდა ყოფილიყავით თქვენ დაუშვათ ისტორიის ჰეროდოტეს შთამომავალი რო ყოფილიყავით თქვენ პირდაპირ და მე ყოფილიყავი აი აგრარული პოლიტიკის სახელმძღვანელო დაწერილი ვიცკე იმის პირდაპირ მემკვიდრე, ჩვენ მგიმოში არ მიგვიღებდნენ, იმას ჭირდებოდა გარკვეული ტალონი, გარკვეული ესე იგი ნებართვა. დიახ, და ეს ნებართვა მოიპოვა მამამისმა გოგი ხოშტარიამ თბილისში აი მღალატით, რომელიც მათ ჩაიდინეს 92 წელს. ეხლა თვითონ ამ ელჩს რა უნდოდა ხოშტარიასთან? ხოშტარიასთან რა ენდომებოდა? ეხლა ხოშტარია შიმშილობდა თვითონ რაღაც სასაცილო რაღაც ოპოზიციის წინააღმდეგ შიმშილობდა, რომ მათ არჩევნებში არ მიიღონ მონაწილეობა. აი ამიტომ მივიდა, რომ ანუ ისინი მხარს უჭერენ ექსტრემისტულ ბოიკოტის რეჟიმში, აი ხელისუფლების უაღრესად რამენაირად დაზიანებისკენ მოწოდებულ აქციებს და აქტორებს და ამიტომ მივიდა ხოშტარიას, რომ ხოშტარია რო ჩაეტარებინა შიმშილობა, რომ მე მოვითხოვ დაუშვათ ირაკლი კობახიძის გადადგომას და თავს მოვიკლავ აქ შიმშილობით, რომ ირაკლი კობახიძე გადადგეს პრემიერ-მინისტრობიდანო, იქ საერთოდ არ გაეკარებოდა ახლოს. ის რაკიღა ითხოვდა იმას, რომ არ მივიღოთ მონაწილეობა ამ არჩევნებში, ამათ აქვთ ინსტრუქცია მიღებული, ისე როგორც ყველა საელჩო იღებს თავის სამოქმედო ინსტრუქციებს სახელმწიფოებიდან, ისე აქვთ ინსტრუქცია მიღებული, რომ ხარი უნდა დაუჭირონ იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც აზიანებენ ოცნების იმიჯს, რომ მე ბრიუსელიდან თქვა, რომ იქ არის ერთპარტიული მმართველობა. აი ამაშია შინაარსი რა. ეგ უნდოდა, მეტი არაფერი რა უნდა დომოდა ეხა. გამოვიარე და ის რა ქვია, გედევან ფოფხაძის და იმის ლაკა ხოშტარიის ანახავად გადავიდეთ უფრო სერიოზულ საკითხზე. აი რითი განსხვავდება მაგალითად ტრამპის მიდგომა აი ამ არის თუ არა ამ შემთხვევაში, ჩვენ შემთხვევაში რამე წინააღმდეგობა. მე არ ამბობ გლობალურად. აი ჩვენ რეგიონზე იყოს კონცენტრაცია. არის ეს წინააღმდეგობა, ხედავთ ამ წინააღმდეგობას? იცით რა არის, ტრამპის ადმინისტრაცია აბსოლუტურად განსხვავებულია წინა ადმინისტრაციისაგან სამხრეთ კავკასიის რეგიონთან მიმართებაში. იქ არის ის, რომ ჩვენებს ახლა შეიძლება მოთხოვნა გქონდეთ, რომ კაცო ეს ტრამპი რატო არ დაუშვათ საქართველოს რატო არ აცევს ყურადღებას და საქართველოს ხანდისხან ზოგიერთ სოფლიო რუკაზე ნომრითაა გამოსახული პატარა. ხო, ამიტომ ჩვენ არ უნდა გქონდეს მოლოდინი იმის, რომ ჩვენ ვართ პრიორიტეტში ახალი სოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებისას იმ პრიორიტეტში ვართ ჩვენ მოხვედრილი, რომ დაუშვათ იქ ტრამპი უნდა ვიყავით ჩვენ წინა ადმინისტრაციის დროს ნეგატიურ პრიორიტეტში, იქ სადაც აზერბაიჯანელი ერთი ჟურნალისტი ყავდა დაქირავებული
სპეციალურად რომელიც სვამდა საქართველოზე კითხვას და იქ მათი ისინი რა ქვია სპიკერები წინა ადმინისტრაციის ყოველ პრესკონფერენციაზე ლაპარაკობდნენ საქართველოზე და ყოველ ეს მოიშალა. ეს რომ მოიშალა, ჩვენ არ უნდა ველოდოთ იმას, რომ დაუშვათ ის ჩვენ დადებითზე ფარველობით კალთას გადაგვაფარებს ჩვენ და იმის ომფორის ქვეშ გავაგზავნებთ ჩვენ ძლიერი საქართველოს შენებას და ასე შემდეგ. უნდა ანაკლია სპორტი. მე ეგეც წარმოვიდგენია. და რატო არ უნდა რაში არ უნდა ჩინეთის ინტერესებს ხედავს. არა, იცით რა შეასაქმე ხა ჩინეთი ეს უფრო გლობალური სავაჭრო გზების თემა, ისეთი თემა, ნუ კრიბატონო, რომ აქ ვიღაცას უნდა არ უნდა, მე შეგავიწროვებ, შენ აქ პორტს გაგახსნევინებ ან არ გაგახსნევინებ პორტს, აქ ესე არ ხდება. იქ თუ მოხდება გადანაწილება იმის, რომ სახმელეთო გზები ევრაზიის კონტინენტზე გაიხსნას, მე რა თქმა უნდა, ეს სპორტიც იქნება ფუნქციონალური. თუ ერთმანეთს ეხლა ატომური მუხტები დაუშინეს ჩინეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა, მაშინ ანაკლიაც გვერდზე დარჩება და თბილისიც და ყველა რა. მე ვფიქრობ, რომ ეს შეთანხმება მოხდება, მე ვფიქრობ, მაინც დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ სამხრეთ კავკასიაში ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ თანამშრომლობაში ჩაერთვება სომხეთიც და თავს დაანებებს იმ ილუზიების ტყვეობაში შესვლას, რომელსაც მას უპირებენ, რომ შეიყვანონ იქ რაღაცა, რომ ევროკავშირში მიგიღებთ და თქვენზე ახლობელი პარტნიორი არ შახაისის ხუზე შევიდა. ეს კარგია, ხო, ანუ მოძრავები არიან უფრო, იცით, აი ჩვენგან განსხვავებით, იმიტომ რომ ჩვენ რაკიღა ეს 78 მუხლი გვიწერია, არც შანხაის თანამშრომლობაში შევდივართ. კაი, ეს შოსე არ გვინდა, ბრიქსი, სადაც უკვე სოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი უკვე წარმოადგენენ ეს სახელმწიფოები, ბრიქსი არ გვინდა. 3+3 არსებობს ამ რეგიონში ერთ თანამშრომლობის ფორმატი, სადაც ჩვენ გვეუბნებიან, რომ მიიღეთ მონაწილეობა, ჩვენ ვამბობთ, რომ იქ რაკიღა რუსეთი რაღაც გადამწყვეტ როლს თამაშობს და მას ოკუპირებული აქვს ჩვენი ესე რუსეთი გაეროშიცაა კაცო. მაშინ გაეროდანაც უნდა გამოვიდეთ ჩვენ. არა? ჩვენ ცოტა მრავალვექტორიან საგარეო პოლიტიკაზე და ეკონომიკურ და სავაჭრო პოლიტიკაზე უნდა გადავიდეთ და უნდა დავანებოთ თავი ამ მიჩერებას იქითკენ, რომ რაკიღა ეს ეგრეთ წოდებული ჩრდილო-ატლანტიკური ერთგულება და მხოლოდ ევროკავშირთან უნდა ვივაჭრო. ევროკავშირი შეიქმნა როგორც ყველაზე მრავალრიცხოვანი ახლო რეგიონებში სავაჭრო გაერთიანება, სამშვიდობო ეკონომიკური გაერთიანება, რომელიც დღეს გადაიქცა უკვე გეოპოლიტიკურ ერთეულად სუსტ აუტსაიდერა გეოპოლიტიკურ გაერთიანებად, რომელიც საკუთარი ინტერესების გამო ჩვენ წინააღმდეგ იყენებს რაღაც სანქციებს და მუქარას და ასე შემდეგ. ეს ის ევროკავშირი აღარა. როგორც აი თავიდან მკითხეთ, თქვენ რომ ეს ის გერმანიაო, არა, პასუხობ. ეს ის ევროკავშირი არაა, რომელიც შეიქმნა 2000-იანი წლების დასაწყისში ევროპაში და მიიღო საერთო ვალუტა. აი ესეთ არგუმენტს გეტყოდნენ. აი რუსეთი ვერ გზნობთ საფრთხეს რუსეთისგან, აღარ გზნობთ საფრთხეს რუსეთს. ხომ არა ეგ რიტორიკა არის, ხო? კი, არის. არა გვაქვს ბირთვული იარაღი, არა ყავს ჯარი, არა გაქვს 50 მილიონიანი მოსახლეობა, რომ რაღაცა წინააღმდეგობა გაუწე. ერთადერთი შენი ესეთი ბაქამდე ბრიკეტი იყო, ნუ ის რომ დასავლეთით აბალანსებდი მეტნაკლებად. ნუ ეს არგუმენტი ხომუშა არგუმენტია იმ ადამიანებისთან, ვინც ახლა გამოდის აქციაზე, ხო? კი. ხო და გეუბნებიან რომ მარტო რჩები. აი რა პოზიცია? მე ცოტა სხვა პოზიცია მაქვს მათთან შედარებით, მაგრამ თქვენი პოზიცია მაინტერესებს. მარტო რჩებით, ჩვენ მარტო ვიყავით რუსეთთან ყოველთვის. მას შემდეგ რაც რუსეთმა დაარღვია ყველა შეთანხმება საქართველოსთან და გააუქმა აღმოსავლეთ საქართველოში და დასავლეთ საქართველოში ცალკეული საერისთავოები და სამეფოები, მას შემდეგ სულ მარტო ვართ მათთან. დასავლეთის მფარველობა ჩვენ სადმე არ გაგვიცდია, არც მატერიალური, არც სამხედრო და არანაირია რა. ისევ ჩვენით გამოვედით ამ მდგომარეობიდან 2008 წლის იმ ტრაგედიის ჩათვლით. ვინაიდან ის 4 მილიარდი რომელიც შემოვიდა, მაშინ დახმარებდა დიდი ნაწილი იმ 4 მილიარდიდან უკან გავიდა ისევ საქართველოსთან. და რუსეთის წინააღმდეგ რო ჩვენ მარტო ჩვენ ვართ მარტო რუსეთის წინაშე. ჩვენი მეზობლები არიან რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი
ირანი შედარებით მოშორ ჩვენ აქ ცხოვრობთ, ჩვენ ევროპაში არ ცხოვრობთ. ჩვენი მეზობლები არ არიან ჰოლანდია და ნორვეგია და ჩვენ არ ვართ ისინი, რა ქვია, პირდაპირ შთამომავალი იმეების რა ვარიაგების. ჩვენ კავკასიელი ხალხი ვართ, აქ ცხოვრობთ და ჩვენი ასე სომხეთიც მარტოა რუსეთთან და ირანთან და თურქეთთანაა მარტო სომხეთი. მაგრამ ისინი ცდილობენ რომ რაღაც გააკეთონ რა. ისინი ცდილობენ რომ დაუშვათ რეალობას არ მოწყდნენ და სხვადასხვა მიმართულებით სავაჭრო და პოლიტიკური ურთიერთობები ცდილობენ რომ დააბალანსონ ის პრობლემები, რა პრობლემებიც მათ აქვს. ჩვენი პრობლემა სხვა არის, ჩვენი პირდაპირ ოკუპირებული აქვს რუსეთს, ჩვენი მიწები. ჩვენ რუსეთთან ნებისმიერი სამხედრო კონფლიქტი, ნებისმიერი დაძაბვა ურთიერთობის ეს არის ჩვენთვის როგორც ეკონომიკური კრახის, ისე პოლიტიკური კრახის წინაპირობა. ის კი არ უნდა იყოს დაუშვათ ჩვენ რომ ყველაფერზე და რუსეთმა ვადიდოთ და რაღაცა, მაგრამ რაიმე ქმედების ჩადენა რუსეთის წინააღმდეგ გამორიცხული ამბავია, არ უნდა გავაკეთოთ ეს ჩვენ. მარტო ვართ, ვიყავით და დავრჩებით მარტო. ჩვენი მეზობლების გვერდით ვიქნებით მარტო, ჩვენ უნდა გქონდეს ის ქცევის წესები და ის საგარეო პოლიტიკა და საშინაო პოლიტიკა, რომელიც აკმაყოფილებს ამ რეგიონის და ამ სამხრეთ კავკასიაში სამხედრო და პოლიტიკური ბალანსის პირობებს. ესაა მთავარი, რომ ჩვენ უნდა გქონდეს აი ამ ბალანსის შეკავების უნარი. ეროვნული ერთიანობით ჩვენ შევძლოთ პოლიტიკური ერთიანობით რამენაირად ამ ბალანსის შენარჩუნება, თორე ჩვენ თუ ვიცხოვრეთ იმით, რომ ჩვენი სახელმწიფო იყოს მითიური დასავლური დახმარების იმედად იყოს მათი ინტერესების გამტარებელი ამ რეგიონში რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენ რა თქმა უნდა ისევ მარტო აღმოჩნდებით რუსეთის წინაშე, ოღონდ უკვე აღმოჩნდებით როგორც სახელმწიფო პროვოკატორის როლში, როგორშიც ვიყავით ჩვენ მთელი 25 წლის განმავლობაში, რაც საქართველოში გაიმარჯვა იმ სამხედრო გადატრიალების შემდეგ იმ მარიონეტულმა ხელისუფლებამ, რომელიც ჯერ რუსეთიდან იმართებოდა პირდაპირ და მერე იმართებოდა უკვე პირდაპირ იმ რაღაც deep state-დან, რომელიც ბრიუსელსაც მართავს და მე მგონი თვითონ იმ ტრამპის ადმინისტრაციასაც ბოლოსკენ მიდივართ და მოდით აი მოკლედ თქვა ჩინეთზე და შევაჯამოთ. დიახ. ჩინეთის საკითხი არის ეს იყო მე ვფიქრობ რომ ჩინეთთან საქართველოს პირდაპირი კომუნიკაცია და პირდაპირი ეკონომიკური და პოლიტიკური დაახლოება ჩინეთთან იყო ძალიან კარგი მიგნება ქართული პოლიტიკური აზრის აქ ჩვენ გვიბიძგა ეთყობა ეს არის ძალიან კარგი ისტორიული მეხსიერება ძველი ერები ამით გამოირჩევიან ახალი ერებისგან რომ მათ არ აქვთ რაღაც აჩევებული იდეები და აი ამ აჩევებულ იდეას რო არ გადაყვა ეს სახელმწიფო თორე გადავყვებოდით ჩვენ რო ყოფილიყავით ჩვენ ისევ იმ ლადზე როგორზეც 2003 და 4 წელზე ში ვიყავით აი მოყოლებული ვიდრე 2019 წლამდისა რა ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან დიდი საფრთხე დაგვემუქრებოდა აქ როგორც რუსეთისგან ასევე ჩვენი სხვა მეზობლებისგანაც რომლებიც არ მიესალმებოდნენ საქართველოში იმ პოლიტიკის გატარებას თქვენ გახსოვთ ალბათ აგერ ილჰამ ალიევმა სულ რაღაც 2 თუ 3 თვის წინ თქვა რომ ამ დესტაბილიზაციის ცდილობების უკან მე მაკრონის ყურებს ხედავია რა ესენი ძალიან კარგად იყურებიან ხედულობა მათ ძალიან კარგი აქვს და ჩვენ თუ დავრჩებოდით მხოლოდ იმ მიმართულებით იქნებოდა საქართველოსთვის ეს ძალიან ცუდი ძალიან კარგია რომ ჩვენ დავამყარეთ ესეთი პარტნიორული და პირდაპირ სტრატეგიული პარტნიორობა ხედავთ გარანტიას ჩინეთის შემოსვლით გარანტია მე კიდევ გავიმეოროთ იმას რომ ჩვენი საკუთარი თავის გარანტია ვართ ჩვენ თვითონ ძალიან კარგი იქნება თუ ეკონომიკურად შემოვა ჩინეთი ჩვენთან ძალიან კარგი იქნება თუ ჩვენ არ ვიქნებით მარტო სატრანზიტო კორიდორი და აქ მოხდება ამ სატრანზიტო ტვირთების გადამუშავება და შემდეგ გატანა რომ ჩვენ რაღაც სამრეწველო პოტენციალი ავამუშავოთ ისევ და ჩვენი ინტელექტუალი ადამიანები რომლებიც დღეს შრომობენ სხვაგან ინტელექტუალური შრომით დაბრუნდნენ საქართველოში რამენაირად და აქედან აღარ მოხდეს ახალი თაობების მიგრაცია და აქვე იშოვონ მაღალკვალიფიციური და მაღალანაზღაურებადი სამუშაოები ეს ძალიან კარგი იქნება ჩინეთთან დაკავშირებით და თუ ფინანსურად ვიქნებით ჩვენ გახსნილი და არ ვიქნებით მიბმული მხოლოდ ბლუმბერგის სავაჭრო ინდექსებზე სადაც კროს კურსები იზომება დოლარით
და ჩვენ გვექნება რაღაც ალტერნატიული ფინანსური კავშირები, როგორც ჩინეთის, ასევე აი რუსეთი, სხვა შორის რუსეთი აპირებს ახლა რაღაც ოქროს ფონდის შექმნას იმისთვის რომ აი თქვენ იცით ახლა ეს ცოტა სხვა თემისკენ წავალ, მაგრამ აი ძალიან მოკლედ ვიტყვი რა. აი ეს დაუზღვეველი გემები როა, რომელზეც ახლა მე-17 და მე-18 სანქციების პაკეტში უნდა და რო აი გემები რო შავი ფლოტი და ჩრდილოვანი ფლოტი და რატო ეს ჩრდილოვანი ფლოტი იცით თქვენ? რატო ეძახიან ამ გემს რო ჩრდილოვანია რა? დამალულია? არა. ამ გემების დაზღვევა ხდება ლონდონში. და ის გემები, რომლებიც არ არიან დაზღვეული ლონდონში და ვაჭრობენ დაუშვათ ნავთობით, ხო, ის არის უკვე ჩრდილოვანი ფლოტი მათთვის. ხო და აი ამ გემების დაზღვევას თუ გააკეთებენ დაუშვათ ჩინეთის და რუსეთის ერთობლივი ოქროს იმას აკეთებენ ეგენია რა, ფონდს, ხო? ის უკვე ცოტა სხვა სიტუაცია წარმოიქმნება, ასე რომ ძალიან დიდი ძრები მიმდინარეობს სოფლიოში, ჩვენ აუღელვებლად ჩვენ იქ რამე იმას ვერ შევიტანთ. რომ აი ახლა ესე დაალაგდით, რომ ჩვენი ადგილი კარგად ვიპოვოთ, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ყურადღებით და არ უნდა გამოძებნოთ ჩვენი თავი. დიახ, არ უნდა ჩვენი მახრჩობელა ვიღაცა არ უნდა ვიპოვოთ ჩვენი მოუთმენლობით და ემოციური დამოკიდებულებით. დიდი მადლობა ბატონო ბიძინა. იმედია თქვენთვის საინტერესო იყო. კлау გთხოვთ რომ გააზიაროთ ჩვენი ვიდეო, დაწეროთ კომენტარები და დაალაიქოთ. მადლობა ყურადღებისთვის, მოვალ შეხვედრამდე.